მენდი უნდა, მაგრამ მე არ მიცდი, არ მიყიდი ასეთოვანი გამწმენდი ჯერ. პლასტაი მადლობა ფატი, არ ვიცი რატო, ძალიან კაი. ვაიმე რა ლამაზია, თორნიკე უხრმესი მადლობა. გვანახე დავსკრინო თქვენ იქეთ არის. ლანკომისტოში რომელი არის? ესე იგი აწერია Big Monsieur. წითლად აწერია. და მეორე არის წვანს რომ ესეწერია მე მგონი თუ ლურჯად ის არის წყლის ბაზაზე დამზადებული. საბრალოდ ზას ადვილი მოსაშორებელი იქნება. მაიმის რა ქვია? კი პლასტაიზე ვცხოვრობ. იმისი მაკის მოდერება აკონტროლოთ კომები. ვაიმე ვისაც რა უნდა ეს დაწეროს, არ მაინტერესებს. მევასების ელე, გაიხარე ჩემო კარგო. თან დასალაგებელი მაქვს მაკიაჟები რაღაცეები. მადლობა ხატი, ცელძაღლი სად არისო? აქ არის. ბობა. ჩემი პოჭიკი. დედა სიყვარულო. პოჭი. და გამოგხედი აქეთ. ვაიმე დედა მოსუნა ყველგან მე რა აქნა შამა რა აქნას. მადლობა თორნიკე. მადლობა ჩემო კარგო. მახოდა მოკლედ მეგობრებო, ვაიმე ეს ყელი ხო არ მომირჩა ქალო. ანუ ესე იგი რა რიცხვი არის დღეს? უკვე 28 არის ხო? გავიკეთე 5-ში. მადლობა პეტრუშკა, მადლობა ბატი. ესე იგი რამდენი დღე არის? გადას 23 დღე არის ოპერაციიდან. ოპერაციიდან 23 დღე არის და ჯერ კიდე არ არის მოშუშებული იარა პირში. ამოვიჭერი სენი გლანდები ამოვიჭერი ხო? და გავიარე ჯოჯოხეთი, რასაც ქვია. ვაიმე ღმერთო რა დღეები გამოვიარე. შენ მაკიაჟს გაყრევ და თუ კარგი ბიზნესი გიქნება თან გენდობა ყველაო. იცი რა, ხოშორს ფიქრობ სამომავლოდ, როდესაც მუშაობას დავიწყებ. საავადმყოფოში ვიყავ, მაგისთან დატოვე. მე საავადმყოფოში დილით წავედი და საღამოს მოვედი, ჩემო კარგო. დაახლოებით 6-ზე უკვე სახლში, არა, ბოდიში 5-ზე, არა, 6-ზე უკვე სახლში ვიყავ მე. და ბობო მარტო იყო სახლში მეორე ძაღლთან ერთად. ხო და რას ვამბობდი, მე ვფიქრობ მეგობრებო, როდესაც დავიწყებ მუშაობას და მექნება ფული, მინდა რომ ჩემი ონლაინ მაღაზია გავაკეთო Instagram გვერდზე, სადაც გავყიდი მხოლოდ და მხოლოდ ორიგინალ პროდუქციას. რომელსაც ვიყიდი 70%-იანი ფაზაკლებით და გავყიდი სავარაუდოდ ეხა ისე რომ ანუ მიღირდეს, ანუ მოგება დამრჩეს. რა თქმა უნდა, ეხა ისე არ გავყიდი რომ 70% მოგება დამრჩეს, რა თქმა უნდა, ეხა გავღორდები. მაგრამ ფიქრობ რომ მის ნახევარფასში ცოტა მეტში მაინც გავყიდი ორიგინალ პროდუქციას, თავისი ყველაფრით აბსოლუტურად. იმიტომ რომ ვიცი, საქართველოში ძალიან ბევრი პატენტი იყიდება. აი საშინელებები ხდება მართლა მაგ მხრივ. ჯერ ადიდასები სულ მოდებული არის. ეხა მაგალითად მადლობა პეტრუშკა, ბაზრობას რო წახვალ და ადიდასის მაისურს რო იყიდი, ხო რა აღერს ხო რა არ ვიცი ხო რა ფასი არის მაგრამ აქ შესაძლებელი არის შეხედე 79-ს გამოაგზავნის. ვაიმე ერთი სედმეტი გამოვიდა პეტრუშკა. შეხედე ხა მაგალითად თუ გიღირს ადიდასის მაისური 50 евро, ყიდულობ 10 ევროში, 12 ევროში. ოღონდ მინუსი რა არის? ერთი ზომა არის მხოლოდ. ან ორი ზომა მაქსიმუმ. დარჩენილი მოდელიდან და მაგიტო იყიდება ესე იაფად, თორე ზომებში არ იქნება, ეგ არ არსებული არის. იქნება თითო ზომა რაღაცეები და გინდ მაკიაჟი იყოს, გინდ სუნამო იყოს. აქ მაგალითად ძალიან კაი ფაზაკლებები არის, ეხა ხანდახან 100 მილიგრამ სუნამოზე არის 60%-იანი ფაზაკლებები და რატომაც არა ხო, რომ აიღო და გაყიდო. აი მოგებას დატოვებს. ნუ ნახოთ, რა თქმა უნდა, თუ მექნა იმის ნერვები, რომ სამსახურთან ერთად ესეც გავაკეთო.
თავიდან ვცდი ჯერ არა ალბათ რამდენიმე თვეში თუ გაამართლებს და მაგალითად თვეში მინიმუმ 500 ევროს მაინც მოგებას დაატოვებს ან თუნდაც 300 ევროს რატომაც არა ხო ან 350 ევროს 300 евро 400 евро ხო მაშინ რატომაც არა გავაკეთებ სიამოვნებით ოღონდ ისი არა რომ ვიღაცა ეხა რაღაც აღძვრებში გავყიდე არ არსებულია სადმა ქალამ მაგის გაქანიება რომ მასი გავაკეთებ ვაიმე შენ რა გინდება საერთოდ არ მაინტერესებს შემოკარგო საერთოდ არც კი ვინტერესდები ამ ჩემ ფეხებს გინდა იგინე გინდა დამლოცე ყლეზე მკიდია ერთიც და მეორეც შენგან მოსული მადლობა ხატი ხო და გავხდებ მეგობრებო ბიზნეს ვუმენი ეხა კიდე ჩემ ცხოვრებაში კაი რაღაცა მოხდა მაგრამ ჯერ არ არის ბოლომდე მომხდარი ანუ აი ბოლომდე არ არის მისული ვიტყოდი მაგრამ არ ვიტყვი იმიტომ რომ რაც კი მithქვია არასდროს არაფერი არ ამსრულებია იმიტომ რომ რავი ანუ ალბათ თვალი მოქმედებს ამ ყველაფერზე ამიტომ ზუსტად რომ მეცოდინება ყველაფერი და ზუსტად რომ ვიქნები დარწმუნებული მე გაგანდობთ იმ ჩემს სიხარულს რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ჩემთვის სიხარული არის ეხლა დარწმუნებული ალბათ თქვენც გაგიხარდებათ ხო რატომაც არა ხო და ველოდები თხოვდები ვაიმე სად არის რა თხოვდებოდი მთელ საქართველოს გავაგებიებდი ჩემ ქორწილს იაფად რა თქმა უნდა ნუ ეხა ვაიმე და მანდრო ფასები არის მასეთი არ იქნება ყოველ შემთხვევაში აუ ძლივს გავასწორე აკაუნტი და კიდე გავაბოლე ეხა მე დეგენერატირო ვარ კაი ხარ ჩემკარგო ოპერაციის მერე მოწვა შეიძლება მე ეგრევე ვეწევდი როგორც კი გამოვიდი საავადმყოფოდან აი დამბლოკა აუ იდი ნახო ისვილო ვიღაც ჩემი ყრა ხარ ვაფშე გაიტრეს ხოს ლაივში მოგესალმებით სათხარ დერლოთ დაიწყე ბიზნეს მეიგნი პირველ მოხმარებელიო ვაბე გაიხარე ჩემკარგო ამის მანძუშკიები საიდან შემოდიხართ პრაშმანდოვკა ხალხი მადლობა ხატი მეორე კონსოლტა მონეტიზაციის საუყავიო ანუ სისულელი არ ჩემოკარგო მონეტიზაცია რატო არ სისულელი იცი იმიტომ რომ უნდა იჯდე და მთელი შენი დრო უნდა დაუთმო მაგას ესე იგი 100,000 ნახვიდან გითვლის მარტო 2,000 და 1000 ნახვა სისულელი არის მონეტიზაცია და ტყუილა ბაშობით ეწვალებით რა ვინც აკეთებს ამ მონეტიზაციას მონეტიზაცია კაია იმათვის ვისაც ვინც თვითონ იმ ქვეყანაში ცხოვრობს მაგალითად საფრანგეთში ცხოვრობს და ანუ დაახლოებით ერთ ვიდეოზე 15-16 მილიონი ნახვა აქვს ვინმე კაი სამაგის ნერვები მონეტიზაცია რა საჭირო არ კაცო ანუ მაგას ისევე TikTok-ზე მონეტიზაციას ჯობია ეს დააკეთო YouTube-ი. მაგრამ მე მგონი YouTube-იც არ იხდის არაფერს. რეკლამებით იღებენ ფულს. რა 1000-ნაირი ისა მაიმუნობა არის. მინ გასწავლის. ბოლომდე არა მაქვს მორჩენილი ყელი, მაგრამ ჭამ ყველაფერს. კი, წვალება არის, ხო? იცი რა არის? აი საქართველოში თუ ხარ და სოციალურ ქსელებში ყავს ბევრი გამომწერი, იშოვი ახლა თანხას კაც შეულობენ, უნდა დაუკავშირდე კომპანიებს, შეთავაზო რეკლამები, ან თუნდაც არის სააგენტოები, რომლებიც იმაშებიან, რა ქვია, გიკვეთავენ რეკლამებს და რაღაცეებს და ანუ გააქვთ თავი ახლა რატომაც არა. ყელის სიმშრალე? კი, ჩამოყარგო, იმიტომ რომ მე კიდე პირიც ვთქავ. იმიტომ რომ ვერ მივეჩვე ცხვრით თქვას და თან აქეთ ამ ხარის პრობლემა მაქვს.
ლაიქები არა, ლაიქები ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ საინტერესო არის ლაივი და ანუ უფრო მეტ ადამიანს უგდებს მერე, თორე არაფერი არ არის ლაიქი სხვა. ნუ ეხა აქ მაგალითად ევროპაში მე ხა TikTok-ით ხო ვერაფერს ვერ იშოვი, იმიტომ ვერ იშოვი რომ აქ თითქმის ეხა ევროზე ხარ ხო და თითქმის არაფერი არ გამოდის. მაგრამ საქართველოში ლაივებში ვინც არიან, რავი, მე მგონია რომ არცერთ არ ჭირდება მუშაობა, იმდენი შემოსავალი იქნებათ ყოველთვიურად. ანუ ქირასაც გადაიხდი, შეჭამკიდეც, ჩაიცმევ კიდეც და ძალიან ბევრ ამას გააკეთე. გაიხარე ჩემო კარგო. ინფექცია მქონდა ყელში, ლანდებში. სადა ხარ, ჩემო კარგო, აბა მითხარი რომელ ქვეყანაში ხარ და გეტყვი თუ არის მან. საქართველოში თუ ხარ, საქართველოში არ არის. გვანცა გაიხარე. ოჩაკარში კარი ხარ. სულ ესეთი ვიყავი მე სხვათა შორის. უფასო გულები არ ვიცი. არა, მე მგონი. არა, ყოველს არ უყარო, აი ხა ტყუილი არა. ყველასთან ერთი ყვარები, შანს არ არსებული. სულ რო იდეალური იყო, ყოველთვის გამოჩნდებიან ესეთი ადამიანები, რომლებსაც არ ეყვარები ეზიზღები და რა შენ მოკლა მოუნდებათ. რამდენიც გინდა იმდენი არის. არ არსებული არის ადამიანი, რომელიც ყველას უყვარს. საქართველოში თუ ხარ ვერ გამოიწე, მაშინ ევროპაში უნდა ყავდეს ვინმე რომ იმასთან გააგზავნივიდეს მისამართს და იმან მე გამოგიგზავნოს. ზალანდო ლაუნჯი ესე ქვია, ლაუნჯი. ზალანდო ლაუნჯი. ისე ზალანდოს ცალკე აპლიკაცია რო არის, მანდაც აქვს 70%-იანი ფასაკლებები რაღაცეებს, მაგრამ აი ამ ზალანდო ლაუნჯზე არის მაგალითად არის ერთი ზომა დარჩენილი და ბოტასი ღირს სიტყვაზე 200 евро და ყიდულობ 50 ევროში, 40 ევროში, 60 ევროში. მეორე ჯ ესე გუთრო ხმარობთ ჩვენ გ. ასეთი პოზიტიური. ალბათ იმიტომ რომ ცუციტყვებს ხშირად რო ვიყენებ, მაგიტო ეხა მაგაზე ღიზიანდებიან ცალკე იმაზე რომ ტრანსგენდერი ქალი ვარ და მოკლედ მიზეზი არ ილევა მაგათთვის. არავის ჭირდები თუ რაიმეს არ წარმოადგენო. არ არის ეგრე, იცი? ჩემს მაგალითად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ადამიანის სტატუსს. ვინ არის, რას წარმოადგენს, რამდენი აქვს შემოსავალი, სად ცხოვრობს, რას იცმევს. საერთოდ არანაირი ეს არ აქვს სოციალური სტატუსის მნიშვნელობა ჩემთვის. ერთადერთი რამ არის, რაც არ უნდა მითხრას ტყუილები. და იყოს ისეთი, როგორც არის, თუნდაც კონდეს რაღაცეები, მინუსები, ხო? მინუსის გარეშე ადამიანი არ არსებობს. ანუ იყოს ისეთი, როგორც არის. მე ყოველთვის ვეუბნები ადამიანებს, რომ მე მივიღეთ ესეთი, როგორც ვარ. ენა ბილწი ვარ. საფრანგეთიდან გადმოვედი ბელგიაში სასწავლებლად და ძალიან მუდმივად შენახავ. თამოს ხთშორის მე არა ვარ კონტაქტური ადამიანი რეალურად, მაგრამ თუ მეცლებოდა აუცილებლად გნახავდი. არც ჩემთვის თავი ადამიანება კონდეს. ია, გაიხარე ჩემო კარგო. აპაიმ რა არის, არ ვიცი. მე რა მეგობრები კონტაქტური ადამიანი გაგიკვირდებათ, მაგრამ მე მირჩევნია ჩემთვის ვიყო ვიდრე ხალხთან ერთად. რატო ესეთი არ ვიცი. ვაიმე რა შედარება არის, არც კი ვწუწუნებ. არც კი ვწუწუნებ. არა და არ გეტყობაო. ხო, არ მეტყობაო. არა, არ ვარ ძალიან კონტაქტური. მირჩევნია ჩემთვის ვიყო ბობოსთან ერთად და ერთი ან ორი მეგობარი მყავდეს, ვიდრე ძალიან ბევრი ხალხი მყავდეს გარშემო, იმიტომ რომ მღლის ხალხი, ვიღლები.
ვაი არ ვიცი რამ გამოიწვია ყველაფერი შეიძლება ხო შეიძლება ცუდმა გამოცდილებამ გამოიწვია არ არის გამორიცხული შეიძლება ნდობა მაგ დაკარგული ხალხის მიმართ მიცი რა არის მე არა მაქვს მაღალი განათლება მიღებული მაგრამ რავი აი მიყვარს საინტერესო ხალხთან ურთიერთობა კი ბატონო მაგრამ რაღაც რო მეჩერჩეტებიან რაღაცებს არ შემიძლია ვაიმე დედა მოსვენა კუტოებში მაგრამ ძაღლები მიყვარდან აი მე ადიდასიო გიჟდები ადიდასზე და ნერვები მეშლება ხოლმე ფეიკები რო აცვიათ მე ასე მგონია რომ მე თუ ფეიკი მაცვია თქვა ხოდე ვიღაცა მოძრა გივის სიხარულიცესავთ რატო გაცვიაო ვაიმე მე უთხარ გეთხრი აქ და 70 ევროიანი მარტო ჩარვალებეც ადიდასის და გივის სიხარულიცესავთ გაცვიაო გო გლანდები ჯერ არ არის მორჩენილი ბაბა ხო მეტაკი ახ ვაიმე რა შეხეთ დრებს აკეთე ვაიმე რა ფერისტი ხარ ვაიმე პეტროშკა მიდი ახლა არ შეგეშალო 69 გამოუშვი ეხა რომ მაკოც მე ხო იცი რომ მე ყოლა დაიწყებ ესე ვერიტანს იმ ტუჩს აცხს მაღაზიაში შესასვლელი ძალიან საყვარელია ბობო ვაიმე ხანდახან ისეთ რაღაცებს ისეთ საყვარლობებს აკეთებს ხოლმე ოიმე დედა დღეს ამილეთ მეძინა ხალ და კარებს რანაირად აღებდა და ჩაკეტილი იყო ტუალეტი უნდა და ავდექი ეგრევე ჩალათრიე ქვემოთ ხოდე დამაყარეთ მები ხო მომნატრებია ხუჭიჭასთან ლაივები და ზოგადად ლაივები ყოველ საღამოს შევალ მეგობრებო ყოველ საღამოს შემოვალ აწი ლაივებში ვსიო მომენატრა ძველი ლაივები მომენატრა მაიმუნობები მანეკენი იქ მიგდია რა ქვია მასში საკუჭნაოში კაი გავედი მეგობრებო ხვალ შემოვა თუ არ შემოხვალ შეხოთკას შეიძლება გამიშდით შეხოთკა წავედი უღრმეს მადლობა ყველას ხვალამდე ვაიმე დავით მე გავდივარ და ჩემი მომავალი მეუღლე შემოვიდა როგორ ახარ კაკოცე წავედი მეგობრებო